დღეს გადაცემაში ნახავ. მზად ხარ გიო? მოგითხრათ მახსოვს მეთქი არ მახსოვს ნამდვილად. მი, ფა, სო, ლა, სი. სკაიპით ვეკავით მანამდე. თუდე. ბოლო მომიღო. არ გავრისკო? დახმარება დაგვრჩე. თუ არ იციან რას მარიგებენ ჭკუას, მე უკვე სხვა თემა არის რა. გახსოვს. აი, რამდენად მახსოვს, ახლა გამოჩნდა. საღამო მშვიდობისა. მე გახლავართ დათო დარჩია და ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. თხოვთ მივესალმოთ პირველ მონაწილეს, სოფო ჯაფარიძე. სოფო არის 48 წლის, პროფესიით ფილოლოგი. ამჟამად გახლავთ რამოდენიმე ჟურნალის რედაქტორიც, ხო? სტილის რედაქტორი და კორექტურას ვუკეთებ ორ ჟურნალს, ჟურნალებია. კარიბჭე და მკურნალი. ხშირად ხუმრობ ხოლმე, რომ სულის და ხორცის მკურნალ ჟურნალებში შემუშავებ. ჟურნალისტის ტექსტი, რომელიც მოამზადებს მასალას ამ ჟურნალებისთვის, ის ხომ უნდა იყოს ლიტერატურულად გამართული, გაჩართული და აი ამ მხარეს ვემსახურები მე ამ ჟურნალებში. ორი წიგნის ავტორიც ბრძანდებით, ხო? დიახ, შეიძლება ასე ითქვას, ერთი წიგნის ავტორი ნამდვილად ვარ. ეს ჩემი წერილების კრებულია, რომელიც 2016 წელს გამოიცა, სულის პური ჰქვია და ლიტერატურულ ფოლკლორული წერილებია ჩემი თავმოყრილი აქ და სხვათა შორის 2017 წელს საბას ლიტერატურულ პრემიას საბას ფინალისტიც იყო ეს წიგნი და ნომინაცია დებიუტში, სხვათა შორის. კი და მეორე წიგნს რაც შეეხება, აი აქ ავტორობასთან დაკავშირებით ცოტა ისეთი საინტერესო ამბავი გვაქვს. ეს წიგნი არის ჩემი შვილის გამონათქვამების კრებული, რომელსაც მე 10 წლის მანძილზე ვიწერდი, ვინიშნავდი მის გამონათქვამებს, აი ესე ყოველდღიურად, ყოველთვიურად და შემდეგ მოვუყარე თავი და ესე ერთად წიგნად გაკეთდა და აქ არ არის შვილი. ასე ჩემი შვილი აქ არის. აქ არის, მივესალმოთ, აბასადაის. აი, მივესალმოთ, მოგესალმებით. მე მოტანილი მაქვს და შემიძლია თუ კი არქივი ექნება თქვენს გადაცემას, გისახსოვროთ. დიდი სიამოვნებით. 100,000 ლარი რომ მოვიგო და გისურვებთ მე მოგებას. დიდი მადლობა. რას ვიზამთ, რაში გამოვიყენებთ? მე ზუსტად ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ჩემი სახელოვანი, ფაქტობრივად ლეგენდარული ბებიის, თამსვლელი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის სახელი დავარქვი. ეს არის ალექსანდრა ჯაფარიძის სახელობის არასამთავრობო ორგანიზაცია ტრავერსი. ეს თამსვლობას დავუკავშირე სახელწოდებაც და აი რაღაცნაირად მინდა რომ ეს საქმიანობა წამოვიწყო რაღაც აი საწყისი იყოს ამისი კარგი საქმეების საკეთებლად და ფიქრობ რომ თუ კი ესეთი რა მოხდება და 100,000 მოვიგებ რაღაც ნაწილს აი ამ საქმეს მოვახმო. გისურვებთ სოფო წარმატებას, მე მინდა ახლა წესები შეგახსენოთ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მე-5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 3,000. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება, 50-ზე. ზარი ახლობელთან და კითხე დარბას. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად მიპასუხებ, დასმულ კითხვას მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? გასაგებია. ძალიან კარგი. მზად ხარ თამაშისთვის? სად ვარ? მაშასე, ჩვენ ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და პირველი შეკითხვა 100 ლარი.
რომელი ორგანო აქვს ადამიანს სააზროვნოდ? A. ტვინი, B. გული, C. კუჭი, თუ D. ღვიძლი. სხვათა შორის ახლა თუ გავხალისდებით და ეს ცოტა ესე იუმორითაც შევხედავთ, სხვადასხვა პასუხები შეიძლება. სხვადასხვა პასუხები შეიძლება ამ შემთხვევაში. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ერთი ორგანო სააზროვნო, ზოგიერთი სხვა, სხვადასხვა გამონათქვამების მიხედვით. ვიღაცამ შეიძლება გულითაც იაზროვნოს და მის კარნახს მიხვას. აი ღვიძლით აი ღვიძლით, მაგრამ ღვიძლს თავისი ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს, რომ მაგის გარეშე სხვათა შორის აზროვნებაც გაჭირდება და კუჭზე კიდე მამაკაცებზე რაც არის ნათქვამი. ამის მიხედვით შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორი პასუხი არის ტვინი. 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 გავაღვიძოთ. და რა თქმა უნდა, სწორი პასუხია ტვინი. სოფო 100 ლარი ტვინი. მეორე შეკითხვა. 150 ლარი. დედა იყო 22 წლის, როდესაც გამაჩინა. ახლა მე ვარ 22 წლის. რამდენი წლისაა დედა? 36-ის, B 44-ის, C 49-ის, თუ D 55-ის. B 44. არც დავფიქრდებით და გავაღვიძოთ B 44-ის. და რა თქმა უნდა, მართალია, დედა არის 44 წლის. 150 ლარი თქვენი. მესამე კითხვა. 200 ლარი. ავტომობილთან დაკავშირებული ბარბარისმი, პავაროტნიკი, ქართულად არის საქარე მინის გამწმენდი, მოხვევის შუქმაჩვენებელი, C ნისლის საწინააღმდეგო ფარები, თუ D სატერფული. როგორც მძღოლს ასე, ოჯახში ყავს კონკრეტულად მე არა. თქვენ თვითონ ატარებთ? მაგრამ ვატარებ, დიახ, და როგორც მძღოლს, რა თქმა უნდა, შემიძლია ამის გამოცნობაც. ეს არის B მოხვევის შუქმაჩვენებელი. საბოლოო პასუხია B მოხვევის შუქმაჩვენებელი. ხმარობთ ისე, როცა მართლა რა თქმა უნდა. ვინც არ ხმარობს, იმაზე ძალიან ვბრაზობ ხოლმე. კი ბატონო. და საფრთხეს უქმნია ხოლმე ხშირად ამის გამო. მოხვევის შუქმაჩვენებელი. 200 ლარი თქვენია. მეოთხე შეკითხვა. 250 ლარი. რის აღსანიშნავად არჭობენ ტორჩის სანთლებს და ჩაქრობისას სურვილს უთქვამენ? კარგი მომენტია რა. ახალი წლის, დაბადების დღის, სამსახურში დაწინაურების, თუ D დაქორწინების. ახლა დარწმუნებული ვარ, დარბაზში დამსწრებ ბავშვებს ერთი სული აქვთ, რომ ამაზე თვითონ თქვენ პასუხი, მაგრამ ეს შეგნებით ჩუმად არიან, ხო? ეს არის, რა თქმა უნდა, B დაბადების დღის. საბოლოო პასუხია B. დიახ, B დაბადების დღის. დაბადების დღის. თქვენ მართალი ხართ? და თქვენ მოიგეთ 250 ლარი. ახლა კი ყველაფერი ხდება, შეიძლება სხვადასხვა მიზეზითაც კი. კი ბატონო, მიმართონ ამ ღონისძიებას, მაგრამ კი ბატონო. მივადექით გარანტირებულ მეხუთე კითხვას 300 ლარი, რომელია ამერიკის შეერთებული შტატიც და ინგლისურად დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელწოდებაც. A. ფლორიდა, B. კალიფორნია, C. ჯორჯია, თუ D. ალიასკა. რა თქმა უნდა, C ჯორჯია. არც დავფიქრდებით. ანუ ჩვენ დამოუკიდებელი რესპუბლიკა საქართველო ვართ და ამერიკის შტატიც არის ჯორჯია. გავაღვიძოთ C ჯორჯია. და რა თქმა უნდა, ეს არის სწორი პასუხი.
თქვენ გარანტირებული თანხა 300 ლარი გაქვთ, სოფო. ილოცავ. მადლობა. დახმარებაც არ გამოგვყენებია და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ხომ თამაშს. ძალიან კარგი. მეექვსე კითხვა. 400 ლარი. ამ აირებიდან რომელია ჩვენს სამზარეულობამდე მოსული ბუნებრივი აირის მთავარი ნაერთი, რომელიც მის 90%-ს შეადგენს? A. ბუტანი, B. მეთანი, C. პროპანი, თუ D. ეთანი. შეიძლება მოგვიკრავს კიდევაც, ხო, რომ გვაფრთხილებენ ხოლმე, როცა საშიშროება, როცა გვინდა ხანდახან მილების დაკეტვა. აი ამას ვიხსენებ ახლა ზუსტად. რამე ვერსია თუ გვაქვს? მეთანი ან ეთანი. ან მეთანი, ან ეთანი, ან B, ან D ესე იგი. მე შეგახსენებთ, რომ თქვენ გაქვთ 3 დახმარება. 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს. უკვე გამოვიყენო თუ? მოდით დარბაზის დახმარება იყოს. კარგით, ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. აბა. ხელი აიწიოს, ვინც იცის პასუხი. გთხოვთ, წამობრძანდით და გაგვეცანით. გამარჯობა, მე ვარ ნატალია და ჩემი ვერსია მეთანი. მადლობა. გთხოვთ, წამობრძანდით, გაგვეცანით. ჩემი სახელია მიხეილი და ჩემი სასიამოვნოა. ვერსია არის მეთანი. მადლობა. აბა ვინ არის მესამე? მე ვარ მაკა, ჩემი ვერსია პროპანი. მადლობა. სოფო, ესე იგი, ეხლა რა სიტუაციაში ვართ? სიტუაცია გვაქვს. დარბაზი, ესე იგი, ორი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არის B მეთანი და ერთი C პროპანი. თქვენ რას გადაწყვეტთ? საინტერესოა. რა ვიცი, რადგან მეც მქონდა ეს ვერსია B თავიდან მეთანის. და მაინც უმრავლესობა ამ ვერსიას, უმრავლესობა ორი ადამიანი ამ ვერსიას მიყვება, მოდით მაინც ორი ერთზე. რა ვიცი, იყოს მეთანი. რა ვქნათ? დავაფიქსიროთ B. აბა კიდევ ერთხელ დავფიქრდები და ბატონო, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ. თუ მეთანი. ისე დახმარება გაქვს. პროპანი თუ მეთანი. მოდით იყოს 50-50. თხოვთ კომპიუტერს აგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. დაგვრჩა A ბუტანი და მეთანი. B მეთანი. საბოლოო პასუხია დიახ, B მეთანი. B მეთანი. გავაღვიძოთ. თქვენ რომ დაუჯერეთ უმრავლესობას, ამის გამო თქვენ გაქვთ 400 ლარი. შეიძლება და ჩემი თავისთვისაც დამიჯერებინა. ორ დახმარებას შევინარჩუნებ. ორი დახმარება შევწირეთ ამ კითხვას, 400 მაგრამ ლარს. სამაგერო თამაშს ვაგრძელებთ. მე-7 შეკითხვა 500 ლარი. რის გაკეთება იყო უკვე შესაძლებელი იმ დღეს, როდესაც Facebook-ი ჩაეშვა მოქმედებაში? A. წიგნის ყიდვა Amazon-ზე. B. დაპოსტვა Twitter-ზე. C. iPhone-ით დარეკვა. თუ D. Instagram-ზე ფოტოს დადება. გვახსოვს? იყო უკვე შესაძლებელი იმ დღეს, როდესაც ამ მოვლენებს ჩვენ ყველა მოვესწარით. რო გითხრათ მახსოვს მეთქი, არ მახსოვს ნამდვილად, მაგრამ თუ მიუხვდები დღეს როდესაც მსჯელობით, რომ ჩაეშვა მოქმედებაში, ხო? გამორიცხვის მეთოდით. Facebook-ი. დიახ.
მე საერთოდ ის მახსოვს რომ მე მგონი Skype-ით ვეკავსით მანამდე სანამ ეს Messenger-ი და რაღაცები შემოვიდოდა ეს როდის იყო? წლები ესე არ მახსოვს, მაგრამ ну გარკვეული წლების წინ, რა ვიცი, ალბათ Facebook-ამდე იყო ესე მახსოვს მე ყოველ შემთხვევაში ვიყენებდით Skype-ს. სანამ მაგრამ აქ Skype-ი არა გვაქვს ჩვენ და ესე იგი წიგნის ყიდვა Amazon-ზე iPhone-ით დარეკვა. iPhone-ით დარეკვა. დაპოსტვა Twitter-ზე, არც ეს მგონია რომ იყოს, არც მით უმეტეს Instagram-ზე ფოტოს დადება. ну, სავარაუდოდ უნდა იყოს წიგნის ყიდვა Amazon-ზე შეიძლებოდა ალბათ. სანამ სავარაუდოდ რა ვიცი შეიძლება ვწდები, მაგრამ არ გავრისკო? დახმარება დაგვრჩა ერთი. დაგვრჩა, მაგრამ თან მე რომ გამოვიყენო ის დახმარება. თუმცა შეგიძლიათ რა თქმა უნდა გაარისკოთ, თქვენი ვერსია თქვათ. იმიტომ რომ iPhone-ით საკმაოდ ისეთი ну ახალი მოვლენაა. Twitter-იც ასე ვთქვათ და Instagram-იც, ხო, რა ვიცი, მე არც ერთის მომხმარებელი არ ვარ, სიმართლე გითხრათ, Facebook-ს არ გავწდენილ ვარ და არც მაქვს სურვილი. ჩემი შვილის ის არის ხოლმე ხანდახან ესე იმათ მეტყვის რაღაც ნიშნის მოგებით, რომ აი ყველას აქვს ეს, მაგრამ ვერ მაცდուն. ხო და მოდით წიგნის ყიდვა Amazon-ზე იყოს, რა ვიცი, მე ეს უფრო იმათ მიმაჩნია ლოგიკურად ჩემი ლოგიკით და იყოს საბოლოო რა ვიცი. საბოლოო პასუხი და გავაყვითლოთ A. წიგნის ყიდვა Amazon-ზე. და ეს სწორი პასუხია. ილოცავთ 500 ლარით თქვენია სოფო. დახმარებაც დაგვრჩა ერთი. მერვე შეკითხვა 1000 ლარი. ბიბლიის მიხედვით რა შექმნა ღმერთმა მეოთხე დღეს? A. მცენარეები. B. მზედა ვარსკვლავები. C. თევზები და ფრინველები. D. ხმელეთი და წყალი. სოფო. გახსოვს ბიბლია? აი, რამდენად მახსოვს, ახლა გამოჩნდა. აი, მივყვეთ. ლოგიკურად უნდა მივყვეთ, რა თქმა უნდა. პირველ დღეს ხმელეთი და წყალი ხო, მზედა ვარსკვლავები თუ არ იარსებებდა, შესაბამისად თევზები და ფრინველები ვერ იარსებებდა, ხმელეთი და წყალი თუ არ იქნებოდა და მცენარეები ვერ იარსებებდა, თუ მზე და ვარსკვლავები არ იარსებებდა. ლოგიკა ასეთია და აი რა შეიძლებოდა? მზედა ვარსკვლავები. ესე იგი რა გამოდის? მზედა ვარსკვლავები? არა. თევზე ხმელეთი ბუნებრივია უნდა ყოფილიყო თუ ხმელეთი და წყალი ხო და თევზებს და ფრინველებს უნდა აერსებათ მზედა ვარსკვლავები თუ იქნებოდა მცენარეებს ხმელეთი თუ არ იქნებოდა მცენარეც ვერ იქნებოდა შესაბამისად მაგრამ აი რომელია წინ მსწრევი აი რომელი რომელს უსწრებდა ჩვენ გვაინტერესებს მეოთხე დღეს მცენარეები ალბათ სცენარეები ალბათ. ეს ალბათ დარწმუნებით პასუხი არ არის, ხო? დარწმუნებითი პასუხი არ არის. სოფო ერთი დახმარება დაგვრჩა. ზარია ხლობელთან. რომ არ გამოვიყენო ამას ფიქრობდა ჩემს თავს ვენდო. რომ არ გამოვიყენოთ მე 300 ლარა. დავკარგავთ 200 ლარს და დიახ დაგვრჩება გარანტირებული 300 ლარი. თუმცა შეგიძლიათ მოიგოთ 1000 ლარი. გავრისკავთ. აი ახლა ასეთ სიტუაციაში ადამიანს ახლა რამდენად ლოგიკურად აზროვნების უნარი აქვს, ახლა მშვიდ და ისეთ სადაგ სიტუაციაში შეიძლება უფრო ისე განსაჯო და განსაზღვრო, მაგრამ ახლა მე შეიძლება ისეთი რამ ვთქვა, რომ ვინან
ხო, შეიძლება რაღაც ლოგიკურად რაღაც კი, ვერ ბატონო. დააკავშირო ადამიანმა, მაგრამ თან ვფიქრობ, მაინც გავრისკო და ისოფო როგორ რომ მიცევით? თქვათ, მოდით ამ სცენარები რომ იყოს. საბოლოო პასუხი. გავაღვიძლოთ? იყოს საბოლოო. იყოს საბოლოო. ა. სცენარეები. სოფო თქვენ დახმარება გქონდათ შეგთავაზეთ რომ ერთი დახმარება გქონდათ ზარი ახლობელთან არ გამოიყენეთ და სამწუხაროდ თქვენი პასუხი არის არასო ზედა ვარსკვლავები. ეს არის ბ ფიქრობდი ამას, და კი. ვარსკვლავები თუმცა არა უშავს თქვენ გარანტირებული თანხა გაქვთ 300 ლარი და მადლობა ჩვენთან გადაცემაში მოგზაურობისთვის დიდი მადლობა. შვენიერი თამაში გამოგვივიდა იმედი მაქვს, ნახავთ. წარმატებებს გისურვებთ. მაშასე ვაგრძელებ თამაშს შენ შეგიძლია მოიგო 100,000 და მივესალმოთ ჩვენს მეორე მონაწილეს გიორგი მახარაძე გიორგი არის 35 წლის პროფესიით მარკეტინგისა და ბრენდის მენეჯერი. მივესალმოთ. ასევე ლექტორიც. ჰობი. ერთ-ერთი ჰობი ეგ არის ლექციების კითხვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი აზარტი აქვს ამ პროცესს და ორი ჰობი მაქვს გვერდზე. ერთი არის პრემიერ ლიგა და მეორე არის ბიჭდების მბრძანებელი. და ლექციებს კითხულობ. კომუნიკაციების შესახებ, კერძოდ პრეზენტაციების და გეტყვით ჩემს დაკვირვებას. დიახ. სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში. დიახ. ძალიან ხშირად გვიწევს სიტყვით გამოსვლა. პრეზენტაციის გაკეთება, ზოგჯერ ფორმალურად, ზოგჯერ არაფორმალურად. დიახ. და დავაკვირდი, რომ ხალხს ძალიან ჭირდებოდა დახმარება ამ სფეროში. და როგორ ეხმარებით? ესეც რო ვთქვათ. ძალიან საინტერესო და პრაქტიკული რჩევები და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც არის ამბის თხრობით. ამბის თხრობის შესახებ კი რჩევებით. ძალიან კარგი. ვისთან ერთად მოხვედი? მოვედი მეუღლესთან ერთად. აბა, მოვედი. ნახოთ. მოგესალმებით. ემილისთან. მოგესალმებით ყველას. და მოგებას ვაპირებთ ალბათ 100,000-ის. არა ციფრება 100,000-ია მაქსიმუმ. მაქსიმუმ. და რას გავაკეთებთ? გეგმები გვექნება. კი, 3 გეგმა გვაქვს. პირველი რა თქმა უნდა 100,000-ზე ჰობიტონში წავალ ახალ ზელანდიაში. დიახ. მეორე ოლტრაფორდზე წავალ, გააჩნიეთ ანხას თუ უფრო ნაკლები იქნება. მესამე ველოდებით ბავშვს და ბავშვის ირგვლივ ვიტრიალებს თანხას გააჩნიეთ. მე წესებს შეგახსენებთ მაშინ 100,000-ის მოსაგებას სწორად და უპასუხოთ 15 შეკითხვას. სულ რაღაც. მეხუთე და მეათე შეკითხვა გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და ჰკითხე დარბას. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებ, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. მე მგონი გასაგებია. პადროსავალ ჰობიტონში. მზად ხარ გიორგი? კი. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და პირველი შეკითხვა. 100 ლარი. რომელი ბოსტნეული გვატირებს, როდესაც ვჭრით? A. კარტოფილი, B. სტაფილო, C. ჭარხალი, თუ D. ხახვი. რა თქმა უნდა D ხახვი. საბოლოო პასუხია D. ხახვი. და მართალია D. ხახვი. ისე შეიძლება იყენებ ხახვს. მიტირია. მეც ბევრჯერ მიტირია. მეორე კითხვა 150 ლარი. რომელია მე-7 ნოტი სოლფეჯიოს სტანდარტული 7 ნოტიდან? ლა, ფა, სი, თუ რე. დო, რე, მი, ფა, სო, ლა, სი, რე. ესე იგი, დე, რე.
დო რე აბა თავიდან ჩამოვთვალოთ, თავიდან დავიბნეთ. რე მი ფა სო ლა სი ესე იგი რომელი გამოდის? დო რე მი ფა სო ლა სი ლა არ ლა თქვით დო არის პირველი გავყვეთ დო არის პირველი კი ბატონო რე არის მეორე მი არის მესამე ფა არის მეოთხე სოლ არის მეხუთე ლა არის მეექვსე სი გვხვდება ესე იგი სი სი სენიორ სი ცე სი გავაყვითოთ და რა თქმა უნდა დო რე მი ფა სო ლა სი ეს არის სი 150 ლარიც თქვენია გიორგი ფული აღმოჩნდა მესამე კითხვა 200 ლარი რომელია ფერსაცმლის და ტანსაცმლის შესაკრავი ა ელვა ბ ღრუბელი c ჭექაქუხილი თუ d სეტყვა ელვა ნამდვილად ის რო წყალი არ გაიგა და საბოლოო ხო პასუხია აღარ გვიწევს ნოტების ა ელვა ელვა და რა თქმა უნდა ეს სიმართლეა ელვა 200 ლარიც თქვენია მეოთხე შეკითხვა 250 ლარი რომელი ასობგერა არ გვხვდება თვეების ქართულ სახელებში a m b t ოკეი c sh თუ d k ცეშუ ის უფრო იული სათვლელი აღმოჩნდა m რომელშია მარტში ჩემი საყვარელი t ოქტომბერში და მარტში აგვისტოში სექტ ძალიან ბევრგან არის ბევრგან არის ხო k ოქტომბერში 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 შუ დაგვეჩაგრა ესე იგი თქვენი საბოლოო პასუხი ცეშუ გავაყვითოთ c sh და რა თქმა უნდა 250 ლარიც თქვენი გიორგი მივედით მეხუთე კითხვამდე ეს არის გარანტირებული 300 ლარი ამის პერე თამამად შეგვიძლია უკვე ვითამაშოთ ლაღად და ეს კითხვა ასეთია ამ სიტყვებიდან რომელი წერია სწორად a ალბად b საშუალო c რეამინაცია თუ d ტრავმა ტრავმა წერია სწორად ტრავმა დანარჩენები ალბათ საშუალო და რეამინაცია არის რომელიც ყოველთვის მიშლება ხოლმე დიახ მაგრამ რაღაც პერიოდის გატარება მომიწია და მონი დავიმახსოვრე და ტრავმა არის ეს სწორი d ტრავმა გავაყვითლოთ d ტრავმა რა თქმა უნდა რომ გეთქვათ c რეამინაცია თქვენ იქნებოდით არასწორი გარანტირებული 300 ლარი თქვენია დახმარება არ გამოგვენებია ისე გადავლახეთ ეს 5 კითხვა მეექვსე შეკითხვა 400 ლარი ტარანტინოს უსახელო ნაბიჯვრებში რომელიც სამი თითი აჩვენა ბრიტანელმა ჯაშუშმა ოფიციანტს სამი ვისკის შესაკვეთად რამაც ის გაყიდა a ცერი საჩვენებელი შუა ოკეი b საჩვენებელი შუა არათითი c შუა არათითი ნეკი თუ d ცერი საჩვენებელი ნეკი გიორგი ახსოვს კარგად ფილმი რა თქმა უნდა ნანახი მაქვს ნანახი გვაქვს მაგრამ როგორც ჩანს დეტალებს არ უყურებ ასე რა თქმა უნდა არ კარგად გაიგებოდა გახსოვს ფილმი იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს და ერთ-ერთი მთავარი მომენტია კვანძი ასე ვთქვათ ფილმში ის რომ მან გაიყიდა ასე ვთქვათ
ამოიცნობენ შეკვეთისას. დიახ. ოდა აი ეს სამი როგორც ჯაშუს. ეს არ იქნებოდა. ეს არ იქნება. ხო, ეს ასე აჩვენებს. რატო არ იქნებოდა ეს? ასე აჩვენებს ყველა. ესე? აი, ეგრე იყო თუ ესე იყო, ეს უნდა დავიმახსოვრო. ან ეს. გავიხსენო, კი. და მახსოვს გოლის აღნიშვნას, თუ სწორად მახსოვს, კეინმა აღნიშნა გოლი. ასე ან ეგრე არ აღნიშნავს. და მაშინ მახსოვს, რომ ამ ფილმის სათაური შემოხდა პლუს. ცერი, საჩვენებელი ნეკი. ცერი და ნეკი ერთად გამოვრიცხეთ. როგორ რატო გამოვრიცხეთ? ასე ანუ ასე უნდა ეჩვენებინა მაშინ ძალიან რთული სპაიდერმენივით არ შეუკვეთა. და გამოგვერიცხა დაგვრჩა შუა აი ესე ხო სპაიდერმენი. ცერი საჩვენებელი და შუა. დიახ. ცერი საჩვენებელი და შუა. ესიც წერით აჩვენა, დიახ. საჩვენებლით აჩვენა და შუათითიც. ესე წესით არ აჩვენებდა. აბა როგორ? ეს ვარიანტი, ამ ვარიანტისკენ ვიხრები. აჰა. იხრება ამ ვარიანტის თემა. კი, იმიტომ რომ რაღაცა ყიდდა რა, რაღაც არასტანდარტული უნდა ყოფილიყო. ახლა ვისურვებდი რომ ჩემდასთან დამერეკა. ალბათ დაურეკავ მეგობარს, მაინც რომ დავაზუსტო ამ ორიდან. კი ბატონო, ესე იგი? არა, არასწორია, ახლა დარეკვა. სანამ ამ შეკითხვას წაუკითხავ. დიახ. დამთავრდება დრო. 30 წამი გვაქვს, ხო? 30 წამი გვაქვს. 30 წამი ძალიან ბევრია. მოდი დარბაზს ვკითხოთ. დარბაზს ვკითხოთ? ვიყენებ დახმარებას. კითხე დარბაზს. დარბაზში ვინ იცის? პასუხი ავწიოთ ხელი. ტარანტინოს ფანი ვის უყვარს? კვენტინ ტარანტინო, მე ძალიან მიყვარს. და თუ გადამიღებს ფილმში, დილად მადლობელი დავრჩები ბატონ კვენტინს. მხოლოდ ერთი მსურველია დარბაზში, გაგვეცანით? მოგესალმებით, მე ვარ ნიკოლოზ ნაცრშვილი და მოგესალმებით. ჩემი აზრით არის ეს სამი თითი. სამი თითი ესე. კი ბატონო. და არა ესე. რამაც გაყიდა ისინი. კი ბატონო. მადლობა. ესე იგი ეს არის ცერი, ხო, საჩვენებელი და შუა, ანუ ესე გამოდის, ხო? თქვენ რას ფიქრობთ, გიორგი? თქვენი გადასაწყვეტია. კაია თუ მეტი მონაწილე იქნებოდა ერთი მონაწილესთვის დაჯერება რთულია. გეთანხმებით. ვიცი რომ ახლა რომ დავრეკო აზრი არ აქვს. და მოდი გარისკავ. გავრისკავ კი. და რას ვისკავთ, რომელს? 100 ცერს საჩვენებელს და შუას. კიდევ ერთხელ დავფიქრდები. დავფიქრდეთ. ისე დახმარება გააქვს კიდე. კი 50-50 იქნება შემდეგი ალბათ. იქნებ 50-50 მოდი 50-50 იყოს რა ხო? ვიყენებთ დახმარებას და კომპიუტერს ვთხოვთ, წაშალოს ორი არასწორი პასუხი. საჩვენებელი შუა და არათითი აჩვენა, ანუ B. საბოლოო პასუხია? კი და გონი გოლი ასე აღნიშნა ჰეტრიკი ჰარი კეინმა და უნდა მხსომებოდა კეინის ერთ-ერთ გულშემატკივარი. გავაყვითლოთ? კი. გავაყვითლოთ. B. და რა თქმა უნდა თქვენ მართალი ბრძანდებით და ასე გაიყიდა მისი ინგლისელობა. დიახ. გერმანელები სხვანაირად აჩვენებენ, ინგლისელები აჩვენებენ. და აი აქ გაიყიდა გერმანელმა ოფიცერმა, ასე ვთქვათ, და მე ატყდა მთელი ამბავი. ამდენი დახმარების პასუხი. სამაგეროდ გვაქვს ერთი დახმარება, რომელიც მოკლე, ასე ვთქვათ, კითხვაში შეიძლება გამოიყენო და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. რა ერთეულით იზომება ელექტრული წინაღობა? ამპერით, A, B ვოლტით, C ომით, თუ D ვატით. ხო. შეხება თუ გქონია? შეხება არ მქონია.
მქონია. მქონია. ჩემი დიდი სისუსტეა ის სფერო. დიახ. მაგრამ მახსოვს დახურული წრედისთვის ომის კანონი და სხვა ვარიანტი არ მაქვს. ამ წარსულიდან ფრაზას უნდა ჩავეჭიდო. ვატი არ იქნება, მაგრამ აი ამ პერიოდი და ომი იყოს ომით. საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხია C ომით. საბოლოო პასუხი გავაყვითლოთ C ომით. და თქვენ სწორად გახსოვდათ. გიორგი, გილოცავთ. 500 ლარი თქვენია. ძალიან კარგი. მერვე შეკითხვა 1000 ლარი. ამათგან რომელი იწვევს მეჭეჭის გაჩენას? A. ბაქტერია. B. სოკო. C. ვირუსი. თუ D. არც ერთი ჩამოთვლილთაგან. ბოლო მომიღო. დემ ბოლო მოგიღოთ. კი. რატომ? ლოგიკას თითქოს ძალიან ამაცდენს. ამ სფეროსგანაც ძალიან შორს ვარ. ამ სფეროსგან კიდევ უფრო შორს ვიდრე ელექტროასგან, ხომ? ახსოვს რომ მეჭეჭები ბავშვობაში მქონდა. დიახ. მაგრამ ის მერე წარმოდგენა არ მაქვს. ერთი ბაქტერია რო იწვევდეს. ის ჩემზე შორს იქნება. არ გამოვა ის ამბავი ეს. კი, ეგ არ გამოვა ეგ ამბავი. არც მახსოვს რომ მეჭეჭი ქონდეს. ბაქტერია რო იწვევდეს, ალბათ უფრო ხშირად აღმოჩნდებოდა ჩვენს ხელზე მეჭეჭი. სოკო არ ვიცი იწვევს თუ არა, მაგრამ ეს სოკო არ უნდა იწვევდეს. ეს უბრალოდ ვარაუდია. ვირუს შეიძლება ვირუსმა გამოიწვიოს ალბათ ადამიანის გაცივება და ან რაღაც მძიმე შედეგამდე მიყვანა და ორგანიზმის რეაქცია იყოს მეჭეჭი. და არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ეს არ ვიცი. ეგეც ალბათ შესაძლებელია. მაგრამ მაშინ რა უნდა გამოიწვიოს მეჭეჭი ჩვენს ორგანიზმში? ესე იგი, A-ს და B ვარიანტს ასე ვთქვათ უფრო გამოვრიცხავთ, ხო? ანუ C-სა და D-ს ამაც გამოვრიცხავ. დიახ. შეიძლება ძალიან ვწდები. უფრო რომელი გონიათ მაინც ამ ორიდან? ვირუსი მგონია, მაგრამ ვირუსიც იმდანაც ხშირად გვემართება, რომ ორგანიზმის რეაქციაც ალბათ უფრო ხშირი უნდა იყოს, ანუ მეჭეჭი ალბათ უფრო ხშირად უნდა გქონდეს. სოკოს გამორიცხვა რთულია, სოკოზე უფრო ფილმები მახსენდება, ზომბი აპოკალიფსზე და ცალკე კიდე ბიოლოგიის გაკვეთილები და იქ მეჭეჭი საერთოდ არ მახსოვს, როდესაც სოკო ვისწავლეთ. და D არც ერთი უფრო აი წავედი B-სა და D-ს შორის. გასაგებია. მოდი იყოს D. ესე იგი, ამათგან რომელი იწვევს მეჭეჭის გაჩენას? რატო ფიქრობ D-ს გეტყვით? დიახ. ასეთი პასუხი მე სავარაუდო პასუხი არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი. საერთოდ არ მახსოვს ასეთ სტილის თამაშებში. ან ძალიან არ გამიმართლა და პირველად არის ეს, ან ძალიან გამიმართლა და ერთ-ერთი მინიშნება ეს არის. ჩემს მეგობარს, ვისთანაც ვფიქრობდი და რეკვას იმას უბრალოდ ვიცი რომ არ ეცოდინება ეს. არ ეცოდინება. ესე იგი, ვფიქრობთ მესამე დახმარებას გამოყენებას ახლა აზრი არ აქვს ამ ეტაპზე. მივენდობი იღბალს და იყოს D. მე მაინც შეგახსენებთ, რომ თქვენ დაკარგავთ 200 ლარს და ნუ გარანტირებული 300 ლარი დარჩებით, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი 500 ლარი. კი, ოღონდ ძალიან შორს არის ეგთან ხახობი ტოინდან. შორს არის. კარგი, მაინც ვცდი, იქნებ რაღაც სასწაულით გაგონილი კონდეს. დავრეკოთ. კი ბატონო. გაბრიელი ერაჯულთან, ჩემს მეგობართან, გაბრიელ ერაჯულთან. გაბრიელთან, კი ბატონო. რომელსაც იმედი მქონდა, რომ დაურეკავდი საქართველოსა და ისტორიაზე შეკითხვებით. ვეკავთ მეგობართან, გაბრიელთან. ვიყენებთ მესამე დახმარებას ზარი ახლობელთან. ალო,
ალო მოგესალმებით, დათო დარჩია გაწუხებით გადაცემიდან, შენ შეგიძლია მოიგო 100,000 ლარი. გამარჯობათ. გიორგი მახარაძე მიზის ახლა სტუდიაში და თქვენი დახმარება ჭირდება. შევეცდები მაქვს. 30 წამი გაქვთ დრო და გიორგი თავად დაგისვამთ კითხვას. დრო ჩაირთო. გაბრიელ, ამათგან რომელი იწვევს მეჭეჭის გაჩენას? არ შეგეშინდეს ამ კითხვის. A. ბაქტერია. B. სოკო. მეჭეჭი. მეჭეჭი. A. ბაქტერია. B. სოკო. C. ვირუსი. D. არც ერთი. რამის გამორიცხავ? ვიცი, ზამთრია. მე ვფიქრობ არც ერთს, იმიტომ რომ ისეთი ტიპი შეკითხვა არ მაქვს. ერთი. დრო ამოიწურა სამწუხაროდ და ბოლოს გავიგე რომ არ ვიციო. იყოს D არც ერთი ზემო ჩამოთვლილი. საბოლოო პასუხია. კი, სხვა გზა მაქვს. სხვა რა გზა გვაქვს? გზა გვაქვს. შეგვიძლია შევწყვიტოთ თამაში და წავიღოთ მოგებული 500 უფრო დიდი მიზნისკენ იქნებ გამიმართლოს. კარგით. მაშინ გავაყვითლოთ D არც ერთი ჩამოთვლილი თაგანი. ნახოთ. გიორგი თქვენ სამწუხაროდ არ გაგიმართათ, ახლა არ გაგიმართათ. სწორი პასუხია C ვირუსი. მაგრამ არა უშავს. ძალიან საინტერესო მოთამაშე ბრძანდებოდით. მადლობა. და მადლობა გადაცემაში რომ მოგწადით. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გეცოდით რომ ეს ვირუსია. ხო. თქო მოვერიდე. მადლობა. ვაგრძელებთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000 და მივესალმოთ ჩვენს მესამე მონაწილეს, ვაჟა ხეჩიკაშვილი. ბატონი ვაჟა ბრძანდება 68 წლის. პროფესიით ინჟინერ ელექტრიკოსი. დიახ. 48 წლიანი გამოცდილებით. ყავს 2 შვილი და 4 შვილიშვილი. დიახ. თქვენი ჰობი ყოფილა თამადობა და კარგი ღვინო. კი ბატონო. ბატონო ვაჟა და ვისთან ერთად მობრძანდით? ჩემ შვილიშვილთან ერთად. შვილიშვილთან ერთად, აბა? ხელი დაგიტკიეთ. სასიამოვნოა. გაიხარეთ. მოგებას ვაპირებთ 100,000 ალბათ. კი, ვეცდებით. თეორიულად მზათა ვართ ახლა, პრაქტიკულად რა რას გავაკეთებთ 100,000-ით? 100,000-ით, ბევრ რამეს გავაკეთებ. და მაგალითად ერთი რამე. ქვეყანას ქველმოქმედება შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ადამიანებია გაჭირვებული უამრავი და დავეხმარები ძალიან ბევრს. ქველმოქმედება ძალიან კარგია. თქვენთვის ჩემთვისაც რაღაცას მოვახერხე. გამოინახება რაღაც. კი, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ და ყველაფერს გავაკეთე. მე ახლა წესებში გახსენებთ. დიახ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. სწორად რა თქმა უნდა. მე-5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და ხითხე დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებთ, მაშინ დააკარგავთ მოგებულ თანხას. მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ხო? ძალიან კარგი. მე წარმატებას გისურვებთ. გაიხარეთ, მადლობა. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა 100 ლარი. შენობის კედელზე მიწერილ ორ სახელს შორის დაწერილი რომელი მათემატიკური ნიშანი აღნიშნავს მათ შორის სიყვარულს? A პლუსი, B მინუსი, C კვადრატული ფესვი, თუ D გაყოფა. A პლუსი.
თქვენ დაგიწერიათ? კი, როგორ არა. კი, როგორ არა. ისე თქვით რომ ალბათ ბევრჯერ დაგიწერიათ. არა, ბევრჯერ არა, მაგრამ ესე იგი, საბოლოო პასუხია A+. A+. და რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, 100 ლარიც თქვენია. მეორე კითხვა, 150 ლარი. კი ბატონო. შარლ პეროს ცნობილ ზღაპარში ვის ხვდება ტყეში ბებიასთან მიმავალი წითელ ქუდა? A. მიკი მაუს, B. პრინც თეთრაშზე, C. გელს, თუ D. კომბლეს ცხვრებს. გახსოვთ ზღაპარი? წითელ ქუდა. წაგიკითხავთ შვილიშვილისთვის. არა, არ წამიკითხავს. არ წამიკითხავთ. თვითონ კითხულობენ უკვე, ბატონო. რა თქმა უნდა, მგელს დროს ნუ გავიყვანთ ტყუილად. რა თქმა უნდა, C. მგელს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. და 150 ლარიც თქვენია. გაიხარეთ. მესამე კითხვა, 200 ლარი. ტრადიციულად წელიწადში რამდენჯერ აღნიშნავთ საქართველოში ახალ წელს? A. არც ერთხელ, B. ორჯერ, C. 4ჯერ, თუ D. ყველა დღე ახალი წელია. ეს სხვადასხვა ეს გამოთქმაც მსმენია, რომ D. ყველა დღე ახალი წელია. ვისთვის, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მაგრამ B ორჯერ, ნამდვილად B ორჯერ. ნამდვილად B ორჯერ გავაყვითლოთ, ხო? ძველით და ახალ წელს. 14. მართალია, B ორჯერ. 200 ლარიც თქვენია. ბატონო. მეოთხე კითხვა, 250 ლარი. რა ფერისაა ჟღალითმა? A. წითელი, B. შავი, C. წაბლისფერი, თუ D. ლურჯი. ბატონო მაჟა, ჟღალი. წითელი უნდა იყოს. ჟღალი თმები აქვს ამბავსო გაი. წითელი უნდა იყოს, წითელი. უნდა იყოს, ესე იგი დარწმუნებული არა ვართ. ჩემი ჟღალი მიმინო, ჟღალი. არა, წითელი უნდა იყოს. საბოლოო პასუხია? დიახ. დიახ. A. წითელი. და რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, ეს არის წითელი. შემდეგი კითხვა. ეს არის მეხუთე კითხვა, გარანტირებული 300 ლარი. ჯამში რამდენი წერტილია ნარდის სტანდარტული კამათლის ყველა გვერდზე ერთად? ჯამში. მივხვდით ხო? A. 19, B. 21, C. 23, თუ D. 25. გიყვართ ნარდის თამაში? კი, როგორ არა. მეც ძალიან მიყვარს. მოკლე ნარდის თუ გრძელი ნარდის? ორივე კარგია. გააჩნია ვინ არის მოწინააღმდეგე. გააჩნია ვინ არის მოწინააღმდეგე. გვახსოვს კამათლების? კი, როგორ არა, 11, 15, 18, 20, 21, B, 21. საბოლოო პასუხი ეს. საბოლოო პასუხია. თუ ახალი კამათელი რამე არ მოიგონეს, თუ რამე არ მოიგონესო, ესე იყო. გავაყვითლოთ B 21. რა თქმა უნდა, ეს B 21-ია ჯერ არაფერი გამოუგონიათ ახალი ბატონო ვაჟა. და გარანტირებული 300 ლარიც თქვენია. ილოცავ. მადლობა, მადლობა. დახმარებაც არ გამოგყენებია. კი, კი. კარგად მივდივართ. ვაგრძელებთ თამაშს. მეექვსე კითხვა 400 ლარი. რომელია ერთადერთი ნაკრები, რომელმაც შეძლო ფეხბურთის ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში? A. არგენტინა, B. ინგლისი, C. ბრაზილია, თუ D. ესპანეთი. ბატონო ვაჟა, ფეხბურთი გიყვართ ალბათ. კი, როგორ არა. ვის გულშემატკივროთ საქართველოს გარდა გულისხმობ, რა თქმა უნდა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სხვადასხვა წლებში ასე. კი, არგენტინას
გულშემატკივრობდი, ჰოლანდიას გულშემატკივრობდი თავის დროზე. ან ბრაზილიას, ან კი ბატონო. ესპანეთს, იტალიას, ხო გააჩნია. შემადგენლობა და რა ფეხბურთს თამაშობდნენ, ხო რა თქმა უნდა. არგენტინა რო იყო 78-79 წლებში კემპესი და ის თელი შემადგენლობა. დიახ, ეგ იყო სასწაული გუნდი. თუმცა ბრაზილიაც, პელე, კოსტაო, გარინჩა. ნუ პელეს უკვე პატარები ვიყავი მაშინ, როცა პელე თამაშობდა და არგენტინისი კარგად მახსოვს უკვე 23-24 წლის ბიჭი ვიყავი. მაგრამ ამათში არის ერთადერთი ნაკრები, ვინც ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა 1930 წლიდან დაწყებული. უნდა გამოვიყენოთ დახმარება. რომელ დახმარებას ვიყენებთ? აი ზარი ახლობელთან. ზარი ახლობელთან. ვისთან ვრეკავთ ბატონო ბაჟა? მამუკა შარიქაძე. ბატონ მამუკასთან ვრეკავთ. პროფესორია ფეხბურთის, აბა ვნახოთ. კი ბატონო. ჩვენ ვიყენებთ დახმარებას ზარი ახლობელთან. ბატონი მამუკა რას გვეტყვის? ნახოთ. თუ არა და უბანში მივალ და ვნახოთ. ბატონო მამუკა გამარჯობათ, მოგესალმებით. ისმეთ. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შეგიძლია მოიგო 100.000. დიახ, ახლა ჩემს წინ ბატონი ვაჟა ხეჩიკაშვილი თამაშობს და მას თქვენი დახმარება ჭირდება. თქვენ გაქვთ 30 წამი და ბატონი ვაჟა თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. მამუკა, რომელია ერთადერთი ნაკრები, რომელმაც შეძლო ფეხბურთის ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში? არგენტინა, ინგლისი, ბრაზილია, ესპანეთი. ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. 10 წამი დარჩა. 5 წამი. დრო ამოიწურა, მაგრამ რა თქვა ბოლოს მე მგონი ვერ გავიგეთ. რაღაც ინგლისივით მოგონი სავარაუდოდ რაღაც არ თქვა მე მგონი არაფერი. ოხ მამუკა. ელოდება ახლა მაღარის უბანში და ვიუტანე. 50-50 შეგვიძლია გამოვიყენოთ ბატონო ბაშა. არა, ჯერ ვიმსჯელოთ პატარა და ცოტა თუ გვაქვს დრო, რა თქმა უნდა. ვიმსჯელოთ. მოდი დარბაზს შევეკითხოთ რა. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. ვინც იცის სწორი პასუხი, თხოვთ რომ ხელი აიწიოს. აბა, დიახ, გისმენთ თქვენ გაგვეცანით? ჩემი სახელია მიხეილი. მიხეილ, სასიამოვნოა. და მე რამდენადაც ვიცი, ეს არის ბრაზილია. ეს არის C ბრაზილია. მადლობა, მეორე გაგვეცანით? გამარჯობა. მე ვფიქრობ ეს არის ინგლისი. ეს არის B ინგლისი. მადლობა და მესამე? გამარჯობა, მე ვარ ანდრია და მე ვეთანხმები მეორეს ინგლისია. ეს არის B ინგლისი. მადლობა. ბატონო ვაჟა, აქაც 50 გაიყო ხმები. რაღაცნაირად 2 ინგლისს ამბობს, 1 ბრაზილია. ისე დარბაზის დახმარება უფრო მეტი ქმედითი უნდა იყოს რა. მოდი იყოს ინგლისი, ვენდოთ დარბაზს, აბა რა ვთქვი. 2 ხმა აქვს ინგლისს და მაგიტომ ვენდობით ინგლისს? ხო, აბა რა არ მაშინ ბრაზილიასაც ხომ აქვს? თუ არა, თუ დარბაზში არ იცის, არ უნდა გამოთქვას, ხო მოსაზრება. გამოთქვა მე ვენდობი, რა ხან გამოთქვა თავის თავზე აიღო, მეც ესე ვიცი როგორც ეხლა იმანდა, თუ მარტო იმიტომ მოკიდა მიკროფონს ხელი რომ დავენახე ვიღაცა და სტუდიაში დაენახა ვიღაცა, ეს რა თქმა უნდა არასწორი არის და მე ვენდობი ეხლა ორი კაცი იძახის ინგლისიო და თუ არ იციან რას მარიგებენ ჭკუას, ეგ უკვე სხვა თემა არის რა. ინგლისი ვენდობი აი ამ ხალხს. ესე იგი საბოლოო პასუხია? კი, ინგლისი. გავაყვითლოთ B ინგლისი. სამწუხაროდ ბატონო ვაჟა არ არის ინგლისი, ეს არის ბრაზილია. ვინც თქვა ბრაზილია, ის მართალი იყო ვერსი პირველი ბრაზილია ითქვა.
ბრაზილია გახლავთ ის გუნდი, ვინც ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მსოფლიო, ასე ვთქვათ, მონაწილეობა. არა უშავს. თქვენგან გარანტირებული 300 ლარი. მადლობა მობრძანებისთვის. ვთხოვთ. ასე გავაცნობთ. გაიხარე, მადლობა. ჩვენ თამაშობდით თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.